ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისი აბაშის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 57 კილომეტრიანი გასადენის მშენებლობისათვის საჭირო გახდა მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა. კორპორაციამ პირველად რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოსაწყობა დახრილ მართველი ბურღის მეთოდი გამოიყენა. 550 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გადასასვლელში 700 მილიმეტრიანი მილი გაივლის. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და სავარაუდოდ 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება. საქართველოში პირველად ტარდება ასეთი დონის სამუშაოები, ფაქტიურად დახრილი მიმართული ბურღვითი სამუშაოებია. ეს განვითარებული ტექნოლოგიის აპრობირებული მეთოდია. საქართველოში კიდევ ერთხელ მეორე პირველად ხდება და ეს იუსაიდის დახმარებით ხდება და მადლობა მინდა გადაუხადა პირველ რიგში იუსაიდ. ფაქტიურად ეს სამუშაოები ითვალისწინებს მდინარე რიონზე 530 მეტრი სიგანის მდინარეზე მილების გადატარებას მიწის ქვემოთ 15 მეტრის სიღრმის დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმის გამოც, რომ პირველი ვიგებთ დროში და ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ზოგავთ ფანქციონს. ამ მონაკვეთზე ჩვენ გამოვიდეთ, ჩვენ კონტრაქტორმა გამოვიდეთ თანამედროვე ტექნოლოგია, ეს არის ბურღვითი მეთოდოლოგია გადაკვეთის მდინარეზე, დიდი მდინარეზე გადაკვეთის. ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები და ახლობით 10 დღეში დასრულდება ეს სამუშაოები. საერთოდ პროექტის ღირებულება გასაგებული და ეს რამტექნოლოგია არის დაახლოებით $23 მილიონი გასადენის მშენებლობის და ეს მშენებლობა მიმდინარეობს ჩვენი არის გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში მაღალი წლების გასადენების რეაბილიტაცია გამოსვლა.